თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. უფრო სწორად ოჯახი მოითხოვს ხელახალ გამოძიება, შესაბამისი განცხადება ცოტა ხანში შევა მთავარ პროკურატურაში ადგილზე იმყოფება ჩემი კოლეგა მარიამ ლეკიაშვილი. სწორედ ის ესაუბრა დედას. მარიამ, რა ახალი ინფორმაციის მიწოდება შეგიძლია ჩვენი მაყურებლისთვის გისმეთ? გიორგი, სულ ეს წუთია, რაც საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან მოვიდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები. ისინი აპირებენ, რომ შეიტანონ განცხადება პროკურატურაში, რითაც მოითხოვენ, რომ დაიწყოს საქმის ხელახალი გამოძიება. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თამარ ბაჩალიაშვილის დედასთან, ქალბატონ თეონასთან ერთად, რომელიც უფრო დეტალურად გვეტყვის თუ რა განცხადებაზე არის საუბარი. ქალბატონო თეონა, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში მუშაობთ. თქვენ 19 თებერვალსაც შეიტანეთ მსგავსი განცხადება პროკურატურაში, თუმცა დღემდე არანაირი პასუხი არ მიგიღიათ. არ მოყოლი ამ იმას, ამიტომ ახლა ისევ გადავწყვიტე თავიდან შევიტანოთ განცხადება და დაისაჯონ მკვლელები, ვინც ჩემი შვილი მოკლა და ვინც შეუკვეთა და დაუკვეთა და რა ვიცი. თამარ ბაჩალიშვილი მოკლეს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ლაფსუსია. აგერ ამ იმას ურთავ კიდეც ამ სამართლიერო განჩინებებს, რომელიც თავად ამ პროკურატურამ შოთაძის პერიოდში ორი განჩინება გასცა 30 ივლისს და 5 აგვისტოს. 30 ივლისს გაიცა განჩინება, რომ უნდა მომხდარიყო ყველა სოციალური ჩანაწერის გასაჯაროება და ჩვენთან რაც შეათანხმდეს და მერე ჩუმად ფარულად მეორე განჩინება 5 აგვისტოს გაკეთდა. იგივე მოსამართლე ხორავას რომან ხორავას მეთაურობით და რომ გამოთხოვილი იქნა სულ სხვა რაღაცეები, რომელიც არაფერი ინფორმაციას არ შეიცავდა. თუ კი დაუკავშირდებით ჩემ ადვოკატ მიხეილ რამიშვილს, ის უფრო დეტალურად გაგარკვევთ ამ ყველაფერში. ქალბატონო თეონა, რა ახალი მტკიცებულებები შეიძლება არსებობდეს საქმეში? რა არის ის ახალი გარემოებები, რამაც გადაგაწყვეტინათ ახლა რომ მიმართოთ პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით? ახალი გარემოებები ის არის, რომ მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ყველაფერი იცის ღარიბაშვილმა და ეს არის მისი ასე ვთქვათ ვაჭრობის საგანი. ზუსტად ძალიან ბევრი იცის და ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობ, რატომ იმით ვასაბუთებ, რომ ვილა ალგეთის მეპატრონე იყო იგივე ღარიბაშვილი და რომელმაც არ უარყო ნათესაური კავშირი ირაკლი ღარიბაშვილთან და რომელიც ისევ რამოდენიმე თვის მერე საეჭვო ვითარებაში გაქრა. კაცი, რომელიც იძახდა, რომ თქვენი შვილი მოკლეს. ქალბატონო გარემოებას კონკრეტულად ხო არ შეგიძლიათ რომ თქვათ ირაკლი ღარიბაშვილის როლზე თქვათ ამ საკითხში? როლზე ვფიქრობ, რომ კი იყო იმ პერიოდში თავდაცვის მინისტრი, მაგრამ ორჯერ იყო მერე პრემიერ-მინისტრი და სავარაუდოდ დიდ ინფორმაციას ფლობს. ეს ეხება კომპრომატებს. ქალბატონო თეონა, აუცილებლად უნდა გკითხოთ თქვენი მოლოდინების შესახებ, როგორია თქვენი მოლოდინი? ახლა ვარიანტი აქვს, ან გამოიძიონ თავიდან ეს საქმე და აღიარონ, რომ თამარი მოკლეს, ან მეორე ვარიანტია, რომ თავიანთი მოკლულია თამარი. სუსის მიერ. კი ბატონო, თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში უსმენდით თეონა თამაზაშვილს, თამარ ბაჩალიაშვილის დედას. ახლა აქ ჩვენთან ერთად იმყოფება თამარ ბაჩალიაშვილის მამაც, რომელთანაც გავისაუბრებ. ახლა მე პირდაპირ ეთერში, ბატონო ჯუმბერ, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში მუშაობთ. თქვენთან გვექნება მსგავსი შეკითხვა, ვინ არიან ის პირები, ვისთვის ხელს დაფარებასაც ცდილობდა ამდენი ხნის განმავლობაში პროკურატურა და ასევე თქვენი მოლოდინი როგორია? ზევიდან აი ვინ არის ხელსაფარებს ილუაშვილის, გომელაუს, შოთაძეს, არიბაშვილის, ვინ არის, ვინ იქნება ეს ასე საკითხავია, ხო? ყველა მის იქიდან მოდის ყველაფერი, დაკვეთა, ყლელობა, თავრობიდან. ჩემი შვილი თავრობა მოკლა. თავრობა ამტკიცებენ ილუაშვილი, გომელაური, ხო იცახნენ გომელაური, ისა ილუაშვილი არ არისო კოლცენტრებში. ეხლა ვენებს სიჭრიან, თურმე ილუაშვილი ყოფილა, აი აღმოიჩნდა, გაიგე? კი ბატონო გამოიძიეს აქ. არაფერი არ გამოძიებულა, არაფერი. ერთადერთი ზუსტად საბუთებში რაც წერია, ის არის თამარ ბაჩალიაშვილი, მოჩა. მეტი არაფერი. ხელახლა მოვიხდოთ, გადავკვალიფიცირდეს ყველობის მუხლით, დაიწყო გამოძიება. სხვა გზა არ არსებობს, გაჩერება არ არსებობს. ბევრი ფაქტები გვაქვს ხელში. ბევრი ინფორმაციები გვაქვს ხელში. უფრო კონკრეტულად ხო ვერ ისაუბრებთ ახლა რა? კონკრეტულად არა, დაიწყება გამოძიება და ყველაფერს ვიტყვი.
და თავდაყირად ადგება ყველაფერი. თვითონ ღარიბაშვილიც გამოაიტყვის ალბათ. ლილუაშვილიც იტყვის და ის არა კაცი გომელაურია, ნაპირზე რო დგა. აი ყველაზე ბევრი ინფორმაციას ფლობს ეგა. მადლობა თქვენ პირდაპირ ეთერში ახლა უსმენდით ჯუმბერ ბაჩალიაშვილს, თამარ ბაჩალიაშვილის მამას. ისინი უკვე არიან აქ გენერალურ პროკურატურასთან და აპირებენ რომ შეიტანონ განცხადება მოთხოვნით რომ დაიწყოს საქმის ხელახალი გამოძიება. იქამდე კი მაყურებელს შევახსენებ თამარ ბაჩალიაშვილთან დაკავშირებით ის 2020 წლის 18 ივლისს დილის საათებში გაუჩინარდა და რამდენიმე დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ თეთრი წყაროს ტყეში საკუთარ ავტომობილში იპოვნეს გარდაცვლილი. გამოძიება ამტკიცებს რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ არანაირი დანაშაული არავის არ ჩაუდენია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა როგორც თქვენ ისმენდით პირდაპირ ეთერში მისი მშობლების განცხადებებს, მათ აქვთ ეჭვი რომ გამოძიება მიზანმიმართულად აფარებს ხელს სხვადასხვა მაღალჩინოსნებს.